მიმდევრობის წევრებს ხშირად აღნიშნავენ ასოებით და შესაბამისი ინდექსით, ანუ ნომრით. აი მაგალითად ასე. A1, A2, A3, A4 და ასე შემდეგ AN. მაგალითად გვაქვს რაღაც მიმდევრობა. რიცხვითი მიმდევრობა. 6, 2, 4, 1, 5, 3. ამ შემთხვევაში წერენ ასე. A პირველი, ანუ პირველი წევრი უდრის 6. მეორე წევრი, ანუ A2 უდრის 2. მესამე წევრი A3 უდრის 4. A4 უდრის 1. და ასე შემდეგ. შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ასო, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ვთქვათ B1, B2, B3, B4. როგორც ადრე ვნახეთ, მიმდევრობის ყველა წევრის ჩამოწერის მაგივრად ზოგჯერ შესაძლებელია მიმდევრობის აღწერა რაიმე წესის გამოყენებით. ეს წესი შეიძლება სიტყვიერად იყოს ჩამოყალიბებული. მაგრამ წესის აღწერის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა ალგებრული ჩანაწერების გამოყენება. აი მაგალითად ასეთნაირად AN უდრის 2N-ს, სადაც N იცვლება 1-დან 5-მდე. ეს ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ პირველი წევრი არის A1, არის აი აქ, როდესაც n-ს ვიღებთ 1-ს, ეს ნიშნავს იმას, რომ აქაც n-ის მაგივრად უნდა ჩავწეროთ 1. ანუ 2 გამრავლებული 1-ზე, ეს არის 2. მეორე წევრი, ანუ A2 არის, რადგან n-ის მაგივრად ავიღეთ 2, ამიტომ აქაც n-ის მაგივრად უნდა ჩავწეროთ 2. ესე იგი 2 გამრავლებული 2-ზე, ეს არის 4. A3 არის, ამ გამოსახულებაში n-ის მაგივრად წერთ 3-ს, 2 × 3 არის 6. და ასე შემდეგ, ყველა წევრს ამ წესით პოულობთ. ესე იგი n-ის რომელიმე კონკრეტული მნიშვნელობისთვის n-ის მოძებნა შეგვიძლია ასე, პირდაპირ n-ს ჩავწერთ აი ამ გამოსახულებაში n-ის მოცემულ მნიშვნელობას და მივიღებთ მიმდევრობის იმ წევრს, რომლის მოძებნაც გვინდა. ესე იგი ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ ალგებრული წესი, ანუ ალგებრული გამოსახულება მიმდევრობის აღსაწერად. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ჩამოგვეწერა მიმდევრობის ყველა წევრი, ეს რიცხვები. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ სახის მიმდევრობებზე, რომლებშიც მომდევნო წევრებს შორის სხვაობა არის მუდმივი. აი მაგალითად ასეთ მიმდევრობებზე 4, 7, 10, 13, 16. ამ შემთხვევაში ყოველი მომდევნო წევრი მიიღება წინა წევრისთვის 1-ის დამატებით. როგორ შეიძლება ამ სახის მიმდევრობების ალგებრულად აღწერა? ერთი ხერხი არის ასეთი, რომ თქვათ, რისი ტოლია პირველი წევრი, დავასახელოთ, ესე იგი ჩავწეროთ A პირველი უდრის 4-ს. და
და შემდეგ ვთქვათ, რომ ყოველი მომდევნო წევრი მიიღება წინა წევრისთვის 3-ის მიმატებით. აი ეს რაც ახლა ვთქვით სიტყვიერად ალგებრულად ასეთნაირად ჩაიწერება. მომდევნო წევრი an + 1 ტოლია an-ს მიმატებული 3. სადაც n იცვლება და n საიდან იცვლება, დავაკვირდეთ იმას, რომ პირველი წევრი უკვე მოცემული გვაქვს. ამიტომ პირველ წევრს აღარ ვეხებით, n იცვლება 2-დან და ბოლო წევრი, რომელიც გვინდა რომ იყოს, ანუ სადამდეც გვინდა ეს მიმდევრობა რომ აღწეროთ, ვთქვათ 6-მდე. ესე იგი ჩვენ ჩამოვაყალიბეთ წესი ასეთნაირად, თქვით რისი ტოლია პირველი წევრი და შემდეგ დავასახელეთ წესით, რომლის მიხედვითაც მიიღება ყოველი მომდევნო წევრი. ესე იგი, ყოველი მომდევნო წევრი მიიღება წინა წევრისთვის 3-ის მიმატებით. ამავე დროს დავასახელეთ ის დიაპაზონი, სადაც უნდა იცვლებოდეს n, ანუ რამდენი წევრის მოძებნა გვინდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება პირველი 6 წევრი. ამიტომ პირველი წევრი უკვე ვიცით და n იცვლება 2-დან 6-მდე. ეს არის ერთი ხერხი. ასეთ ხერხს ეწოდება რეკურენტული ხერხი. რეკურენტული ნიშნავს იმას, რომ ყოველი მომდევნო აღიწერება წინა წევრების საშუალებით. შეიძლება ერთი წევრი იყოს, შეიძლება რამოდენიმე წევრი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ წინა წევრს. ხო და არითმეტიკული პროგრესიის შემთხვევაში სხვაობას მომდევნო წევრებს შორის სხვაობას ეწოდება არითმეტიკული პროგრესიის სხვაობა. არითმეტიკული პროგრესიის კიდევ ერთი მაგალითია ასეთი მიმდევრობა 2 7 12 17 22 27. ამ შემთხვევაში სხვაობა არის 5-ის ტოლი. რადგან ხედავთ, რომ ყოველ ორ მომდევნო წევრს შორის სხვაობა არის 5. გარდა რეკურენტული წესისა არსებობს სხვა ხერხიც, რომ ესეთი მიმდევრობა აღწეროთ. კერძოდ ეს არის პირდაპირ ფორმულის დაწერა, რომლითაც ჩვენ შეგვეძლება ამ წევრების მოძებნა. აი როგორც ამ შემთხვევაში ჩვენ აქ პირდაპირ ფორმულა გქონდა მოცემული და ამ ფორმულით შეგვეძლო ნებისმიერი წევრის მოძებნა. ასევე ასეთ შემთხვევებში შეიძლება პირდაპირ ფორმულა დაიწეროს. კერძოდ ამ შემთხვევაში ფორმულას აქვს ასეთი სახე. an ტოლია 2-ს მიმატებული სხვაობა, ანუ 5 გამრავლებული n-1-ზე. მართლაც თუ ჩვენ აქ დავიწყებთ n-ის მაგივრად შესაბამისი რიცხვების ჩასმად, მივიღებთ აი ამ არითმეტიკული პროგრესიის ყველა წევრს. ვთქვათ, რას უდრის პირველი წევრი a1. ჩავსვათ n-ის მაგივრად 1, 1-ს გამოკლებული 1 არის 0, ამიტომ a1 იქნება 2. ისი ტოლია a2. n-ის მაგივრად ჩავსვათ 2-ს, 2-ს გამოვაკლოთ 1 იქნება 1, 1 გამრავლებული 5-ზე 5, 5-ს მივუმატოთ 2 იქნება 7. ანალოგიურად ვიპოვით, რომ a3 ტოლია 12-ის. და ასე შემდეგ, მართლაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ n-ის მაგივრად შესაბამისი რიცხვების ჩასმით მიიღება თავდაპირველად მოცემული მიმდევრობის წევრები. ეს არის მიმდევრობის მოცემის ხერხი ფორმულის საშუალებით.